მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანციტის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელსაც რაღაცა ვინახავდი, როგორც ის გემრიელ ლუკმას და წლის ბოლოსთვის მინდოდა რომ ამ ადამიანთან გქონოდა შეხვედრა. როგორც ხედავთ, ეს არის ზვიად ზირაბიძე. ზვიადი გახლავთ ჟურნალისტი, წარდგენაც არ ჭირდება, მაგრამ აი ფორმალურად ვიტყვი რომ ტელეგადაცემა საავტორო გადაცემა ასე უფრო სწორი იქნება პროექციის ავტორი და უბრალოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მრავალმხრივი განათლება, რომელსაც აქვს ძალიან ზოგადი სპექტრი მსოფლმხედველობის და მართალი გითხრათ მე ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი დეფიციტური უნარები, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში არის და რაც ფაქტობრივად მომავლის ადამიანს სჭირდება. რატომ მოვიწვიე ზვიადი? ერთი არის რომ ზვიადს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სხვადასხვა ტიპის პროექტში მონაწილეობის, სხვადასხვა ტიპის ადამიანთან ურთიერთობის, აქვს ასევე ტრენერობის გამოცდილება და მინდა ზვიადს ვესაუბრო იმ პრობლემებზე, რასაც განათლების დეფიციტი ქმნის ჩვენ ქვეყანაში და მისი გამოცდილებაც მაინტერესებს. აი რა არის ის საკვანძო და ის პრობლემური საკითხი, რომელსაც თავად მიიჩნევს, ასე ვთქვათ, განათლების სისტემის საჯილდაოქვად, ანუ რაღაცა ისეთ პრობლემად, რომელსაც რო მოატრიალებ, ყველაფერი ამოყვება და ეს არის ჩემი როგორც მასწავლებლის, როგორ გითხრათ, რაღაცაერად ჩემ თავს მოვიაზრებ ის ხო არ იქნება გადაჭარბებული თვითშეფასება რომ ვთქვა რომ რაღაცა ნოვაციების დანერგვა მინდა განათლების სისტემაში და ამ კუთხიდან გამომდინარე ყოველთვის მაინტერესებს ისეთი ადამიანების მოძებნა, ვინც ჩემი თანამოაზრე არის და ვის აზროვნებაში შეიძლება საერთოდ არც გვესაუბროს ამ თემაზე, მაგრამ აი ერთი-ორი სიტყვაც რომ გაცვალო, უკვე ხვდები ვისთან გაქვს საქმე და ზუსტად ეს ადამიანი არის ზვიადი. ზვიად, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო მონახე და მოხვედი ჩემთან. რამდენი ხანია ველოდები ამ დროს რომ მოვიდე შენთან, მით უმეტეს ესეთი მოულოდნელი იყო რომ შენ ჩემი საყვარელი ვან გოგის საკვირის დეკორაციით და ბათუმური ყავით გამიმოსპინძლდებოდა. და მე როგორც ვერე მივხვდი, როცა შეგხვდი, იყო დედის დაბადების დღე, მე ვნახე სოციალურ ქსელებში და მეთქი რა მაგარია, რომ ასეთ დღესთან ვიცი დედა შეთვის რას ნიშნავს და რას წარმოადგენს. კი, დედა ჩემი მეგობრობ და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ რაღაცა ეს ქართულ ტრადიციული შვილის დარდი ჩავხსენი მე მასთან. მოვახერხე დიდი შრომის შემდეგ და რაღაცა ვფიქრობ რომ სასიამოვნო ურთიერთპატივისცემის ფორმაში კონტაქტობთ. ხო, ეს აღზრდა იწყება დედით და ზოგადად ოჯახით, ხო და განათლებასთან პირველი შეხებები ყოველთვის ოჯახიდან გაუნერე. მე ყოველთვის ვთვლი რომ მშობელი არის, ასე ვთქვათ, ხო არის არა სკოლა ახდენს გავლენას რაღაც, მაგრამ მშობელი აკეთებს არჩევანს, ხო, რომ სკოლას ჩააბაროს, ბავშვი როგორი მასწავლებელი შეურჩიოს. ანუ დირიჟორი შვილის განვითარებაში არის მშობელი. კითხვა ჩერჩილმა რომ სკოლის მასწავლებლებს ყველაზე დიდი ის აქვს გავლენებიო, მაგრამ ამ გავლენების უფლებას მშობელი აძლევს მასწავლებელს. ხო, ამიტომ ძალიან ისეთი ამბავი არის მნიშვნელოვანი და როდესაც ადამიანებს ხვდები რაღაცას მისი ოჯახი და განსაკუთრებით დედა საქართველოში, დედის პორტრეტი უკვე წინ მიდგას ხო. ძალიან ბანალურად რო ვთქვათ, ოჯახი ბავშვი რეალურად არის ოჯახის სარკე. და თუნდაც ეს იყოს აბსოლუტურად გაუგებარი პროექცია. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ესეთი შვილი როგორ გამოუვიდათ კაი მშობლებს რომ ამბობენ ვიღაცას რო აძაგებენ, ისეთი მცდარი შეხედულება მგონია დალი. ეგრე არ არის და თუ არის, რა თქმა უნდა, უკიდურესობას, აი ესეთი უკიდურესი არ ვიქნებ, მაგრამ მართლა იშვიათი გამონაკლისია და ეხა იმ დღეს რომ დამპატიჟე შენთან გადაცემაში, თუმცა მანამდეც რამდენჯერმე მითხარი, მაგრამ რაღაცა მართლა ვერ მოხერხდა. ძალიან ბევრს ფიქრობდი რა თემაზე უნდა გვესაუბრო და როგორ უნდა გვესაუბრო მე და შენ განათლებაზე და ალბათ თუ ცოტა შესავალს გავაკეთებ შენი ნებართვით ყველაზე რთული რაც ახლა მაგალითად სანამ კამერების წინ დავსხდებოდი შენ აღნიშნე რომ ბავშვები რომლებიც მოდიან შენთან მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეს გაბატონებული ძირდამპალი კონკურენციის ასე ვთქვათ ვიბრაციები მოხსნა და
რაღაცა მიმღებლობა აქციო ამ გარემოს წამყვან თემად, რომ აქ შენ დაცული ხარ და როგორიც არ უნდა იყო ძალიან ჭკვიანი თუ ნაკლები შესაძლებლობების მქონე, რომ შენ ხარ მიღებული და შენ გაქვს შენი ადგილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განათლების მეთოდებად ადრე დიდი ხნის წინ თუ სულ უახლოეს წარსულში ყოველთვის მიგვაჩნდა ძალადობის სხვადასხვა ფორმები. და ეს იყო, მე ვფიქრობ, ალბათ მაინც ალბათ დავაყოლებ ძალიან არასწორი, იმიტომ რომ დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ მოახერხო განათლების პროცესში შვილთან ურთიერთობა ისე, რომ არ გამიჯნო დისციპლინა, ურთიერთობა და ძალადობა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან ბეწვის ხიდზე გადის და ძალიან მომიჯნავია და ცრომანჯგალასავით არის. ცრომანჯგალა ხო იცი არის ესეთი სოკო, მანჯგალა ქვია და ზუსტად იგივენაირია, ოღონდ ქვემოთ აქ პატარა აპკი ქოლგასავით და არის წამში გამანადგურებელი კლავს, არადა შეხედავდა ზუსტად ერთნაირი. აი სულ მახსენდება ეს მეტაფორა, რომ ჩვენ ამ სამ ჩამონათვალში ძალიან ჩემი მწერი შეფასებით ფიქრობ, რომ ძალიან მომიჯნავე და ძალიან მსგავსი შეიძლება აგვერიოს დისციპლინა ძალადობაში. შეიძლება აგვერიოს რომ მგონია რომ რაღაცას კარგს ვაკეთებთ და სინამდვილეში ძალიან დიდი დარტყმა მივაყენოთ ძირითადად გამოუსწორებელი ან ძალიან რთულად გამოსწორებადი ამაზე სულ მახსენდება ესეთი რაღაც რომ ერთხელ წავიკითხე ნერვული კლეტკები ექვემდებარება აღდგენას უბრალოდ ადამიანი მაგდახანს არ ცოცხლობს. ეს ჩაწყვეტა როგორც მარტივად არის შესაძლებელი. ხო, ძალიან მარტივად არის და ფიქრობ რომ მთავარი ამოცანა არის მოახერხოს მშობელმა ეს ისე რომ არ დაბადოს სხვა პრობლემა. ერთი მოაგვაროს და მეორე გააჩინოს. იმიტომ რომ ჩვენ ამისი უხვი მაგალითები გვაქვს. აი მაგალითად მე მინახავს შენი რესპონდენტები, იქ განათლების სფეროშიც არიან, ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღები ადამიანებიც არიან შენს რესპონდენტებს შორის, ხო? აი და ძალიან ისეთი ფართოა რა სპექტრი ამ ადამიანების და თან შენი გადაცემა ძალიან კარგად იძლევა საშუალებას იმისა, რომ აი რეალურად დაინახო პრობლემა. სადაც არის და რაშიც არის. და აი ეს პირადი გამოცდილება რას გააძლევს შენ? აი სად მივდივართ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს? ანუ არსებობს ადამიანი, აქვს ეს უზარმაზარი სამყარო გარშემო, აქვს უამრავი გამოწვევა და აქვს რაღაცა ტიპის უნარები, შესაძლებლობები და რაღაცა ჭირდება რომ ამ სამყაროში გააკეთოს ორიენტაცია. ხო? ნაცარქექიასაც ხობდა ხო რაღაცა უნარები რომ სამყაროში ორიენტაცია გაეკეთებინა ხო თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ხო? აი ამ კუთხიდან რო შევხედოთ ხო რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თანამედროვე ადამიანს ჭირდება და რაზეც განათლების მესვეურებმა რაღაცა სწორება უნდა გააკეთოს. რაღაცა ძალიან რთული კითხვა დაგესვა. არა, უბრალოდ როდესაც დრო მაინც შეზღუდულია, ბევრი რაღაც გაინტერესებს და ბევრი რაღაცის ძალიან გავართ ახლა მე და შენ ერთმანეთს, როდესაც გასტუმრებს ვიწევ და მიუხედავად წინასწარი ჩემი მოლოდინისა, მაინც ვეძებ მათში ძალიან დიდ შუქს იმისას, რომ იქნება და ცოტა გადაცემაზე თუ ვიტყვი, მე 22 წელია ვაკეთებ ამ გადაცემას და მე მიმაჩნია რომ საერთოდ არ არის ის ქართულ რეალობას მორგებული ხასიათით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ასე საკუთარ სურვილებთან დაახლოებული, საკუთარ მინდებთან და უნდებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები, ჩვენ ვართ ძალიან ფასადური ერი ალბათ და ადამიანები, რაც და შესაბამისად ვერ გეტყვი რომ დიდი ხიბლია, უფრო მეტიც ერთი ჩემი მეგობარი მეეხმრება რომ შენთან ამ პროექციაში არიან, ან ილუსტრაციაში. მაყურებლის გადასაწყვეტია იქ, მაგრამ ერთი და იგივეა. მაგრამ ორივე პრინციპში ორი პროექცია საბოლოო ჯამში, მაგრამ პროექცია როგორც დადებითი მოვლენა ამ შემთხვევაში ერთხელ ის დავდოთ და მეორე არის ილუსტრაცია და ხშირად ხდება ეს ილუსტრაცია. იცი რა არის, ხო, სამწუხაროდ ესე ქვია, მაგრამ სინამდვილეში მე ამის მცდელობა არ მაქვს და მე ერთ-ერთი გარკვეული ხაზი ჩემი კოლეგებისა, ჩემი მეგობრებისა, რომლებიც არიან სხვადასხვა სპექტრის და მათ შორის არიან
ყოფილი ჟურნალისტები, ამჟამად სამოქალაქო აქტივისტები, მე ვიცი რომ ისინი ნაწილობრივ საყვედურობენ კიდეც ამ ასე ვთქვათ მსუბუქად რევერანსულობისთვის, რევერანსულობითაც ღებულობს სტუმრებს, იმიტომ რომ ამ გადაცემაში მე სრულ უფლებას ვუტოვებ მათ იყვნენ ისეთები როგორებიც არიან. ახლა ეგ ძალკე თემაა საბოლოო ჯამში როგორი ჟურნალისტის. ამაში მე ვრჩები, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ნიშა, ეგრეთ წოდებულად რო ვთქვათ, ასე რო ვთქვათ უხეშად. ეს არის ყველაზე კარგად მორგებული იმ გარემოსთან, იმ თვისებებთან, რაც ოჯახმა მე მომცა და რაც ჩემი თავიღე, არ ვიცი. მე არ ვივარგებ მიკროფონით უდიდესი პატივის ჩემსგან 100 კითხვის დასასმელად არ გამომივა, თორე რო შემეძლოს დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ალბათ და ვრჩები ამ ფორმატში დღემდე და ამ ასე ვთქვათ ნელთბილი ტემპერატურით, რომ ხელ ამბიცია მაქვს, ხე ნელთბილი იყო ნელთბილი, ყველაზე რთულია. ხო, ამბიცია თუ არა გაქვს, ვერაფერს ვერ გააკეთებ, მიყვარს ამბიცია. მივდივარ ესე ინერციით, მაგრამ რაში მდგომარეობს პრობლემა? მე თუ კითხავ ლალი, დაახლოებით ამასაც მოიაზრებ და შენი კითხვა, შინაარსობრივად სად ვართ განათლების თვალსაზრისით, აი რა მიგრძნია მე როგორც ავტორს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებელი რაღაცა შაუბნელ ამბიციებს არ დაინახავს 22 წელი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომ იუწყები შენი გადაცემით, იქ ძალიან დიდი თავმდაბლობა არის, ძალიან ირონიული. მე თუ ამის თავისუფლებას ვაძლევ, რომ ეს რუპორი ხელში მეჭიროს და ჩემს მაყურებელს, ან არა ჩემს მაყურებელს, შემთხვევით გავლილ ადამიანს ვაუწყო რაღაც ჩემი ეთერის საშუალებით, მე ეს პასუხისგებლობა მაქვს. ეს პასუხისგებლობა თუ გაქვს, ეხლა ძალიან თავმდაბლობა რომ მე ამისთვის არ ვარგივარ, არა. ამისთვის ვარგივარ და ჩემი აზრი გამაჩნია ნამდვილად 22 წელია გადაცემა რომ მაქვს. მე ვფიქრობ რომ ყველაზე რთული და პრობლემატური საკითხი ერთ-ერთი ალბათ რაც არის ჩვენში, თუ ჩვენ ავიღებთ სხვადასხვა ენერგიებს და მას მოათავსებთ სხვადასხვა ჭურჭელში, მაგალითად დედაშვილობის ენერგიას, განათლების ენერგიას, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ენერგიას, ჩვენ რაღაც მომენტში არ ყოფნის უნარი, რომ ეს ენერგიები ერთმანეთში არ გადავთქმებოდ. ამიტომ ყავს ამდენი საკუთარ შვილზე შეყვარებული დედა. იმიტომ რომ რაღაცაში ვერ მოახერხა თავისი რეალიზება. შესაბამისად ეს რა პროექციებს იწვევს? პირველ რიგში იწვევს რას? შვილი ხდება სამიზნე. და ჩვენ ვერ დავიმახსოვრეთ ერთი რამ. არ ამართლებს. არ მუშაობს. ხახნო, გაიგეთ, არ მუშაობს შვილი რო სამიზნეა. ამასაც ვიღაცამ თქვა, რა უნდა გინდოდეთ შვილებისგან არაფერი. არც ამას ვეთანხმები. დისციპლინა ჭირდება შვილებს. შვილებს უნდა ვასწავლოთ ჰიგიენა მინიმუმ. უნდა შევაყვაროთ სპორტი. მაგრამ სამიზნე არ ამართლებს, იმიტომ რომ ის არის რაღაც ტიპის პროექტი, მოდი უხეშად თქვა, რომელიც რაღაც სხვადასხვა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო მოხდა შენს ოჯახში, დაიბადა და ეგოსგან გამოფიტული, აბსოლუტური ობიექტური სითბო უნდა მიცე. უნდა იყო დიდი და თან ახლო და ძალიან ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის სხვა მძიმე პროექციებს. ლალი, ჩვენ ვართ იმ თაობის ადამიანები, სადაც იყო რამდენიმე პროფესიის ხო, იურისტი, ექიმი და ასე შემდეგ. ვიღაცებმა ამ გამოწვევას გაუძლეს. ვიღაცებმა ვერ გაუძლეს. თუ შენ გაიხსენებ ესეთ პერიოდს, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უახლოეს წარსულში საუკეთესო ოჯახებში, ერთგვარად საუკეთესო ოჯახებში იბადებოდნენ საშინლად ხელიდან წასული ბავშვები. ნარკომანები, ლოთები და ასე შემდეგ. ანუ უმძიმესი ფორმით და მე დადიოდა ამები, რომ აი ესეთ ოჯახში წაღანაც თქვი. ეს რა ხდება? იმიტომ რომ დედა და მამა შედგა და შვილს აქვს ვალდებულება რო შედგეს. ეს ვალდებულება არ არსებობს. არ მუშაობს ეს ვალდებულება. ან ვალდებულება, ან მეორე ვარიანტია ფლათფუქსავატობა. ხო, ამ ვალდებულებიდან გამოდის და ხდება ფუქსავატი. გამიგე ხო რას ვიძახი? ამასაც თბილისში ვლაპარაკობდი მეგობართან. ვსყვებოდით რომ ეს რა იყო. ეხლა სხვათა შორის ეგ გამოსწორდა მეტნაკლებად. ცოტა ვისწავლეთ მშობლობა, მე ვფიქრობ და ეს რაღაცა უფროს, უმცროსის, უკიდურესი ფორმები აღარ არის და რაღაც მე მგონი ცოტა ვისწავლეთ მშობლები. მე უკვე ხვდები მშობლებს, რომლებიც ამბობენ რომ აი შვილმა გამზარდა. აი შვილისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ეს რას ნიშნავს, რომ შენ ისედაც გააჩინე ის და გაზრდა ნიშნავს იმას, რომ
რაღაც რო შვილს არ უნდა შენ ეს გაიგე. ეს უკვე ჩემთვის განათლებაა. იმიტომ რომ ჩვენი განათლება პირდაპირ ილინქება ჩვენს არა იმასთან რას ვამბობთ, არამედ იმასთან როგორ ვიქცევით. ქცევა რა არის ჩვენ? როდესაც შენ გაქვს მოლოდინი რომ კოლოფ სიგარეტს მოწევ შვილთან და შვილს ეთქვი რომ არ მოწიო, ეს ახლა არის ძალიან თავხედობული ხოწება. იმიტომ რომ შვილი აუცილებლად წაიღებს იმას, რასაც ხედავს. ამიტომ ადამიანი უნდა იყოს განათლებული იმისთვის, რომ შვილს დაანახოს ის, რაც უნდა დაანახოს. რომ შვილმა მერე თავისით გამოიტანოს სწორი დასკვნა. ხო, აი ეგ მინდოდა მეთქვა, რომ იძახი, რომ ასეთი ოჯახები ვნახეო, ეს პირდაპირ პროპორციულად განათლებაზე გადის. გამორიცხულია, რომ აი ხა მეც ხანდახან არის რაღაცა პრობლემას როცა ვხედავ ბავშვიდან რომ მინდა რომ რაღაცა მშობელს დავეხმარო და რაღაცა ვურჩიო, ყველას ვერ ველაპარაკებ, იმიტომ რომ ვიცი რომ შეიძლება სხვანაირად აღექვას და ვერ გაიგოს ის, რაც რისი თქმაც მე მინდა რაღაცა სალაპარაკო ენა მოშლილი გვაქვს, ანუ ვერ მივდივართ რა ერთმანეთთან იმის გამო რომ იმასაც რაღაცა თავისი პატერნები აქვს ჩადებული, იმასაც მისი სტერეოტიპები აქვს შენ მასწავლებელი ხარ, ეს ჩასაფრებული მასწავლებელი მაინც რა არის, ხო? რაღაცნაირად თუ ესაუბრები რაღაცა პრობლემაზე, თან არასდროს პრობლემაზე არ ვესაუბრები მშობელს, თუ ეგრევე არ თავაზობ გამოსავალს. ანუ პირდაპირ ახლა ეს პრობლემაზე საუბარი გამოსავლის გარეშე ნიშნავს, რომ რაღაცა ბავშვს აფასებ და რაღაც იმას აძლევ, სტანდარტებში სვამ, რაღაცა შაბლონებში სვამ, ხო? იმ წუთასვე აქედან ვესაუბრებ, რა ხვდები რა საუბარს რო ვიწყებ, ხვდები, აი რა ხარისხში შეიძლება რომ წახვიდე და ძალიან ეხმარება განათლებულ მშობელთან ურთიერთობა, აბსოლუტურად სხვა დონე არის და სხვა შედეგებზე გავდივარ. და მე რას ვამბობ კიდე იცი, შენ დაკვირვები ხარ განათლებულ გარემოში, გარემოს ადამიანთან როგორი საიმედო პერსპექტივის განცდა გაქვს, როდესაც ელაპარაკები განათლებულ მშობელს, რომელიც უსმენს შვილს. ეს არის საოცარი განცდა. მაშინ რაღაცა მარადისობის განცდაა, იცი? აი ეს რაღაცა ბნელი რაღაცები ქრება იმ წუთას და რაღაცა ძალიან იმედი გიჩნდება, რომ ამ ბავში რაღაც არის ძალიან ღრმად ადამიანური. იმიტომ რომ ჩვენ ბუნება არ იზრუნა იმაზე, რომ ჩვენ დავიბადოთ ადამიანებად. განათლება გამოგონა სამყარო მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ დავიბადოთ ხელმეორედ ადამიანებად, ციტირებ, ჩემი გამოგონილი არ არის, მაგრამ ეს ვალდებულება გვაქვს და თუ ამ ვალდებულებას არ ვასრულებთ, არის რთულად ძალიან საქმე. და ეს არის გარდაუვალი რეალობა. ეს პროცესი გაადამიანურობის, რომელიც პირდაპირ გადის განათლებაზე, სხვადასხვა ფორმით ახლა გააჩნია ვისთვის როგორია განათლება, განათლება ხა დიპლომს არ გულისხმობს ცხადია მაგ განათლებაში, ხო? ხო. თუმცა არც უმაგისობა. რა თქმა უნდა, არც უმაგისობა, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ დიპლომით რა განათლება გვინდა გქონდეს, აი ეს მანამდელი განათლებაა ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ. მე მგონი, ჩემი აზრით და ჩვენ იცი რა იყო გზაში რომ მოვდიოდი ხა შენთან სულ თავში მიტრიალებდა სინდისის პრობლემა. აი სინდისის პრობლემა არის ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ორი ფაქტორია, რომელიც არის შეუთავსებელი, სულ ამბობ ხოლმე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რომ მუშაობდი, მე მივხვდი პრეცედენტის მნიშვნელობა. რამდენად სახიფათო რამ არის პრეცედენტი. და ჩვენ თუ აბსოლუტური სინდისით არ მიუდგებით სამოქალაქო კულტურის ნაწილს, ზოგადად გადაწყვეტილებების თემაში, ან გარემოსთან ურთიერთობაში ეს სინდისი თუ არ მუშაობს, მე შენ კარგად გეტყვი ყველაფერს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ამას არ განვახორციელებ. აი როგორი მომენტია, იცი? ესეც ერთგვარი მაღალი სტანდარტის განათლების შედეგია, როდესაც განათლებულ საზოგადოებას და ადამიანებს აქვთ ძალიან გამართული ღირებულებები და მათი ღირებულებები ერთი ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფლებაში არ დახტის ხოლმე რაღაც სხვადასხვა ტიპის დივიდენდების მოსაპოვებლად. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ რთული მემკვიდრეობის ადამიანები ამ თვალსაზრისით. საბჭოთა მემკვიდრეობა ეს არის, აი ყველა დონეზე განადგურებს.
ხო, მოსაბჭოთა თან რა არის ამის წინ ერთ სოციალურ ქსელებში ერთ მეგობარს ჰქონდა ძალიან ტყვიანურად დასმული კითხვა რომ აი რა გააკეთა სხვა მოსაბჭოთა ქვეყნებმა ისეთი აღმოსავლეთ ევროპა იგულისხმა რომელიც ჩვენ არ გაგვიკეთებია ანუ იმათვა ხო რაღაცა გარღვევა გააკეთეს მოსაბჭოთა ქვეყნები იყვნენ და გაარღვიეს ხო ეს ისა და რა არის ის რაც იმათვა გააკეთეს და ჩვენ არა ну да, პრინციპში მაგაზე პასუხები რამდენიმე პასუხი გამზადებული მქონდა, მაგრამ ძალიან საინტერესო ინტერაქცია გამოვიდა, იმიტომ რომ ადამიანებმა კარგი შეფასებები მიცეს, რომ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი ეს ლუსტრაციის კანონი, ანუ რა გულწრფელობის გარეშე არაფერი არ გამოდის, რა თუ არ მთლიანად თუ არ მოიხსნიან, ყველაფერს ღირებული არ იქნება გულწრფელობის. გამორიცხული, თუ დამცავი ჩართე არ მუშაობს. მთლიანად უნდა არ მუშაობს. ეს არის აღიარება საკუთარ თავთან საჯაროდ როგორც არ უნდა იყოს. ეს აბსოლუტური, იმიტომ რომ ცოტა მტკივნეული კი არის ასე გაშიშვლება, მაგრამ ამას მერე მოყვება ის პროცესი. ხო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ თუ ავიღებთ და ადამიანს ვაჩვენებთ ამ აღიარებას და აღიარებამდე ცხოვრებას, სიხარულით გაიქცევა აღიარებისგან. იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ტვირთის გადაგდება რეალურად. ეს არის წარმოუდგენელი ტანჯვა ადამიანების ლალი, აი აგითხა ჩვენ ხო ყველა სფეროში ამას ვაწყდებით მაინც. აი ახლა თუნდაც მე შევეცდები რომ ავარიდო თავი, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევისათვის მიმდინარე პროცესებს თვალს ვერ დაუხუჭავ მთლიანად, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან როგორი გამოდის, ყალბი გამოდის, ჩვენ სიგვი რა ხდება ის დავაიგნოროთ და ადამიანები იძახიან ჩვენ არ გვეხება არაკაც ყველას გვეხება ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ როგორი მომენტია იცი, აი ახლა თუნდაც რა სიტუაციაში ვართ სხვადასხვა მოსაზრებების ადამიანები როგორი ღია და ჩუმი დაპირისპირება ამან რამდენი სიძულვილი დააგროვა ურთიერთობებში და რამხელა უხმო კონფლიქტებია უხმო აბსოლუტურად და სინამდვილეში ძალიან ხმაურია აი რა როგორ მოახერხა ხო გერმანიამ ის რომ წარმოიდგინეთ ახლა გერმანიას რომ სრული მონანიება არ გაეკეთებინა და აი აბსოლუტურად ყველა დონეზე რო არ გამოეხატა ის დანაშაული რაც ფაშიზმის სახით ქონდა ხო აი დღეს უკვე ადამიანები აღარ ახსენებენ იმ დანაშაულებს რაც თქვათ გერმანულ ფაშიზმს ქონდა კაცობრიობის წინაშე ხო და მიზეზი რა არის ამისი რომ ამ ადამიანებმა ქვეყნის დონეზეც ინდივიდუალურ დონეზეც პარტიების დონეზეც, განათლების სისტემის დონეზეც, ყველა დონეზე აღიარეს, რომ ეს იყო მათი უზარმაზარი შეცდომა, რომ ამისთვის უნდა გადაიხადონ და იხდიან კიდეც და ეს ჩვენ ამ ტიპის ჩვენ მუდმივად თავის გამართლებას ვცდილობთ აი თან რაღაცა ხან სისტემას ვაბრალებთ, ხან რაღაცა ობიექტურ მოცემულობას, აი ყოველთვის გარეთ ვუთითებთ ამ პრობლემებზე და რაღაცერად შეგეჭერა ჩვენ მაინც ვფიქრობ რომ ალბათ მე ზოგადად არ ვარ მომხრე ყველა უბედურების თუ კაცობრიობის მონაპოვარის გაქართულების მე ვფიქრობ რომ რაღაცებში განსაკუთრებული ამბები გვჭირს რაღაცებში ძალიან ზოგად საკაცობრიო პრობლემების წინაშე ვდგავართ მაგრამ ამოცანები ამ ამბების გასაღები მიგნებულია უკვე რა თქმა აქ საძიებელი არაფერი არ არის ყველაფერი ძალიან კარგად იცის ანუ ყოველ შემთხვევისათვის იმათმა მაინც იციან ვინც შეიძლება რომ გადაწყვეტილება მიიღოს ადეკვატური ამ თუ იმ გარემოში, მაგრამ ესე იგი მაინც მივდივართ იქამდე რომ განათლება პირველ რიგში რასაც წარმოშობს, ეს არის პასუხისმგებლობა. და ადეკვატურობა. ესეც ერთ-ერთი ფრთა ამისი, მაგრამ თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს სხვადასხვა ეტაპზე დაგვრცელდა თუ არ დაგვრცელდა რაღაც გარემოებების გამართვა და მოვასწარით თუ ვერ მოვასწარით ის რაღაცა ფენომენალური მეტამორფოზა რომ ამ ჭიაყელებიდან გაგვთარიყავით პეპლები, ცოტა შეეს მეტამორფოზის უნიკალური მაგალითი ყოფილა. ეს პეპელა. რომ ეხეთენ მუხლუხოდანო გახდება პეპელა. ვერ მოვასწარით. მაინც სათავეში დევს ინფანტილურობა და ინფანტილურობა აბსოლუტურად დაიგნორებს პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ ჩვენ სადაც პასუხისმგებლობას არ ვიღებთ საკუთარ თავზე, ყველგან ზარალდებით. აბსოლუტურად ყველგან. და პასუხისმგებლობა ვის შეუძლია? პასუხისმგებლობის განცდა ვის აქვს? ეს აქვს დასრულ ადამიანს და თუ ჩვენ თვალს ირგვლივ გადავავლებთ ჩვენ სიგვდილ მოსულ პრობლემებზე, ყველგან ძირითადად იყო
სათავეში უპასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლობა იმიტომ რომ იმ ეტაპზე განვითარების რა ეტაპზე ვართ და იმის მიჯნაზე რაც ოდნავ გქონდა და დავკარგეთ ალბათ თუ ძალიან არქაული ვიქნები და ეს 1000-ით ვისაუბრებ ის ცოდნები რაც დავკარგეთ საბოლოო ჯამში იმ ყველაფერმა მივიყვანა უპასუხისმგებლობამდე და ეს უპასუხისმგებლობები არსად არ მიდის. ეს ქართველობა დავკარგეთ უკაცო ეს არ არის მითი. ოღონდ ეს არასწორად ევროპა კი არ გაკარგინებს ქართველობას, ევროპა ეძებს შენში ამ ქართველობას და უნიკალობას. ეს ქართული ღირებულებები მართლა დაგაკვარგინა საბჭოთა გამოცდილება. და ამას აქვს ძალიან დიდი გასაკეთებელი არის ძალიან დიდი ისტორიული რეტროსპექტივა, რომ რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს ქართული ფენომენი, ხო? მართლა ბოლოს და ბოლოს რო გადახედავ, რამდენ სფეროში ვართ ინოვატორები, გინდ სოციალურ სფეროებში, გინდ რაღაც ადამიანის უფლებების საკითხში, გინდ კლასთა შორის ძალიან დიდი დაპირისპირება რო არ იყო, როგორი საინტერესო ურთიერთობები იყო, ხო, საქართველოში, უბატონო თემის არსებობა, შესწავლილი არა გვაქვს, რა ვიცი, ქალი მონარქი შუა საუკუნეებში, რუსთაველი, რა ვიცი, ფლორენციამდელი მხატვრობა გელათში, რამდენი რამე შეიძლება თქვა, რომ არის ის, რითაც შეგიძლია რომ მართლა და არ მახსოვს ერთ-ერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ამ ევროპულობის დნმ-ის დონეზე რო გვაქვს უკვე კი, ეს არის კი, აქ იპოვა, მე დამავიწყდა ეს კვლევარი, მე კომენტარებში ჩავწერ გერმანელი, რომელმაც კავკასიური რასა, როდესაც ევროპაში მიდიხარ და იქ ანკეტას რო ავწევ, კავკასიური რასა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში იქნა ნაპოვნი იდეალური თავის ქალის ფორმა, რომლის გამოც მე უწოდეს ევროპული რასა და კავკასიური რასა სინონიმებად იქცა. ხო, რაღაცებში ალბათ ძალიან ესეთი საინტერესო სურათი გვაქვს, რაღაცებში ძალიან სევდიანია ეს სურათი დღეს, ალბათ სხვანაირად უნდა ყოფილიყავით საერთო ჯამში, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან ბევრი პრობლემები და ეს პრობლემები ჩვენი გადასაწყვეტია თითოეული ადამიანის და ვერავინ ვერ მოგეხმარება გარედან. ვერც ევროპა, ვერც ამერიკა, ვერავინ გარედან ვერ მოგეხმარება და არავის არ იგონოს, რომ გარედან მოგვარებადი თემებია ეს ჩვენი გასაკეთებელი. რატო იცი, ლალი, მაგალითად შენ თუ ძალიან წყალია, მე შეიძლება მოგაწოდო ძალიან ბევრი წყალი, მაგრამ შენს მაგალითად ვერ დავდო. შენს ნაცვლად მე ვერ დავდო, შენ და დალი. ზუსტად იგივე სურათია, შეიძლება ყველა გედგას გვერდით, მაგრამ რაღაცები არის, რაც შენი გასაკეთებელია და ყველაფერი შენი გასაკეთებელია. სხვა შეუძლია შემოგაშოროს რა. ხო, კიდევ არის ერთ-ერთი მომენტი, რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან რაღაც მაინც მომენტში აგრესიაც ძალიან ჭარბობს ჩვენს გარემოში და ეს აგრესიაც პირდაპირ მაინც მიდის განათლების დეფიციტამდე. კი, როდის ხდება ადამიანი აგრესიული, ალბათ დაკვირვები ხარ, ხო? როცა არგუმენტები შემოელევა, მე უკვე იწყება ის, რაც იწყება. რაღაც საინტერესო საუბარი გამოგდის, რა სიტყვე? ეხლა იგი ჩვენ შეგვიძლია რომ დაუსრულებად ვისაუბროთ, თან როგორი მომენტია იცი, მე ახლა უსაზღვრო განათლების კატეგორიას არ განვეკუთვნები, ზღრულია მაინც. შეიძლება სადღაც ყველას ზღრული გვაქვს. ხო, მაგრამ თავარი არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და სწორად მივიტანოთ ალბათ ადამიანებამდე, რომ განათლება არის გარდაუვალი მოვლენა. ნებისმიერ რაღაცაში გჭირდება ჩვენ განათლება. და ძალიან ხშირად გაიგონებ ალბათ მასაც რომ აი განათლება ახლა ამბობ რომ ძალიან პრობლემა. განათლება არ ნიშნავს დიპლომებს, კი, რა თქმა უნდა არ ნიშნავს დიპლომებს, თუმცა დიპლომი არის განათლება. მაგას ნუ დავაკნინებთ. სასიამოვნოა თავისთავად რომ თუ ამაზე რაღაც მაგრამ არაფორმალური განათლება ისე მძლავრად წამოვიდა, მით უმეტეს ჩვენ სივრცეში რატო არის ეგ ისა დიპლომის პრობლემა ასე ნიველირებული. საქმე ის არის, რომ ძალიან რეგულირებული სისტემა გვაქვს და სიახლეებს ჯერ ისედაც კონსერვატიულია განათლების სისტემა ზოგადად და ჩვენთან ხომ თლად ჯაჭვებით არის დაბმული და ამ სიახლეებს ხო განათლების სისტემა ვერ მიყვება, იმიტომ რომ ჯაჭვეთაა დაბმული და ვერ მიდის, ვერ მისდევს და ის
რაც რეალობა სჭირდება და რაც ცხოვრებისთვის ადამიანს და ბავშვს სჭირდება, ის გრძნობს, რომ ის იქ არ არის, სადღაც სხვაგან არის და სხვაგან ეძებს თავის სივრცეებს, პოულობს და არა აკადემიური განათლებაში, თქვათ, არა სკოლაში, არამედ სადღაც სხვაგან ეძებს ამ განათლების წყაროებს. ამიტომ გაჩნდა ეგ ისა. ეგ კონტენტი ჩვენთან, თორემ არ ვიცი, ახლა მე არ მინახავს არც ერთი ევროპელი და არც ერთი ამერიკელი, რომელიც ამბობს, რომ დიპლომი არაფერს არ ნიშნავს. ყველგან ნიშნავს ეს დიპლომი რაღაცას და ჩვენთან რაღაცა ეს ტრენდი შემოვიდა, ხო, რომ დიპლომი კი არის, მაგრამ ეს არაფერი არ არის, იმიტომ რომ არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც მას სჭირდება ცხოვრებისთვის. აი, ალბათ იშვიათად მოიძებნება გარემო, სადაც სკოლაში გაკვეთილზე შედის ადამიანი, ასწავლის კონკრეტულ საგანს და იმავე საგანს ცალკე იმავე საგანში არის რეპეტიტორი იმავე კლასის მოსწავლესთან. ანუ სახელმწიფო იხდის ფულს, ასე თუ ისე, სახელმწიფო ქმნის თუ არ ქმნის, კარგად თუ ალბათ ქმნის რაღაც გარემოს და იქ მშობელს არ აქვს გარანტია, რომ მიიღებს განათლებას და შესაბამისად იგივე პედაგოგს, იგივე კლასიდან უწევს ცალკე იგივე პედაგოგთან რეპეტიტორი. არა, მაგობა თავიდან ბოლომდე სახელმწიფოას ვერ დავნაშავა. იმიტომ რომ ისეთ გარემოს უქმნის და ისეთ პირობებს თავაზობს ამ მასწავლებელს, რომ არა აქვს საშუალება, მე ფშად მასწავლებელს ვერ დავაბრალებ, ვერაფერს ვერ იზავს 30-35 კაციან კლასებში. ისეთი უჩვეულო ახლა გელაპარაკები, ხო, სულ მე მინდა იქეთ კითხოთ. ხო, და იცი როგორი მომენტია, ის სულ მავიცნება რომ რესპონდენტი ხარ. ხო, რესპონდენტი ხარ. მაგრამ იცი რა არის, შენ ხო ხარ ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო ვართ ჩვენ. ჩვენ ხო ვართ სახელმწიფო რეალურად. კი, მაგრამ ამ ბოლოს არა მაქვს ეს განცდა, ვერ ვაიდენტიფიცირებ. შეიძლება როგორ არის, იცით? ესე იგი, ეს დარჩა რაღაცა წყევლად ჩვენ თავს, რომ ერთი არის, რომ ჩვენ ვართ ამ წყევლამ, ესე იგი, ჩვენ რომ საკუთარ თავს სახელმწიფოსთან ვერ ვაიდენტიფიცირებთ, ის რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოს შემდგარი და სახელმწიფოებრივი ცნობიერება გარდაქმნილი გვაქვს ეთნიკურ ცნობიერებად. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი, იმიტომ რომ არ გქონია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 200 წელი ამ 200 წელმა ძალიან ჩაგვანაცვლა. მაგრამ ახლა ხო შეგვიძლია ეგ გავაკეთოთ. მე დღეს არა ვარ ჩემი სახელმწიფო. იმიტომ რომ ჩემი სახელმწიფო დღეს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს და ჩემი აზრით იმ ადამიანებს ვიზეთ სწორება უნდა გააკეთოს ისეთ ადამიანებს ციხეში უშვებს. როგორ ვაიდენტიფიცირო მე საკუთარი თავი ასეთ სახელმწიფოსთან. ეთნიკურ ცნობიერებად საინტერესოა ეს ალბათ იგივე არის ზაღან რასაც გეუბნებოდი რომ ზაღან რასაც ამბობდი რომ რაღაც ენერგიები რომლებიც აბსოლუტურად გამიჯნულია ერთმანეთისგან სხვადასხვა პროექციაში გადაგვაქვს ხოლმე და არასწორად არის განაწილებული. კი, მაგალითად ახლა ვფიქრობ ეს რაც უცებ გამახსენდა იქ სადაც უნდა დაგიცვას კანონმა, შენ გიწევს შენით თავის დაცვა, ხო? მაშინ რაში მჭირდება სახელმწიფო? ანუ რამდენი რამ ევალება კანონს, ესეთი ფენომენი ხო არსებობს. გაგვახსენდეს რომ არსებობს კანონი. მაგრამ რა არის ამ კანონმორჩილების ქვეშ მოქცეული და ჩვენ რატო გვიწევს დაუშვათ რაღაც ურთიერთობების გარკვევა თუნდაც მათ შორის ძალიან ბევრი თითქოს ერთ შეხედვით უმნიშვნელო საკითხი რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ უნდა შედიოდეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში მოქცეული, მაგრამ იცი რა არის ეს დღეს მე ვუნებოდა ჩემ მეგობარი რომ რაღაცაზე ვთხარი კანონი არის მაგის მეთქი და ეს რა აზრი აქვს გინდ ყოფილა და გინდა რაო და ესე იგი ეს სამართლიანობის განცდა შეიძლება არის ძალიან პირობითი, იმიტომ რომ საერთოდ ყველაფერი პირობითია, რაღაც ამ პირობითობაში რაღაც მთავარ ღირებულებებზე თუ დააშენებთ, თორე ხა ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. მე და შენ ვსაუბრობთ და შეიძლება ვიღაცისთვის ესე ძალიან პირობითი იყოს და ვიღაცისთვის კი არა, ეს შეიძლება რაღაც შტრიხები ძალიან პირობითია, მაგრამ რაღაცაზე ხომ უნდა ვიდგეთ მაინც არა, რაღაცამ ხომ უნდა შეკრას ეს ყველაფერი და აი ეს უსამართლობის განცდა, რომელიც შეიძლება სადღაც არის და სადღაც არ არის და ვიღაცა შეიძლება მოჭარბებული აქვს და ვიღაცაც შეიძლება საერთოდ არაადეკვატური ამ მოვლენებთან მიმართებაში არის თავისთავად ძალიან უსიამოვნო და ამასაც ვერსად ვერ გავექცევით, ესეც აუცილებლად დაგროვდება და ესეც თავის სათქმელს სიტყვის. მე ანდრო დგებოძე ჩავწერე და ის თქვი რაღაცა მითხრა შუაც თავისუფლებაზე. შვალიდური მოვლენა და ეს როდესაც ვიწყებთ ამ თავისუფლებისთვის ბრძოლას, მე
ცნობიერება რო იზრდება ადამიანის და ცოტა სხვა ფაზაში გადადის, ეს თავისუფლებაც გადის და სხვა რეალობაში შედის ადამიანი. მაინც მეც ასე ვფიქრობ, აბსოლუტურად ვეთანხმები, ზუსტ ცირტირებას ვერ გავაკეთებ, არ მახსოვს და შეიძლება რაც თქვი, ესეც გაუგებარია, მაგრამ შეფარდებითი ცნებაა, გააჩნია, ახლა შუა საუკუნეებში თავისუფლების ხარისხი სხვა იყო და ანუ დღესაც ხო თითქოს ვიძახით თავისუფლება, მაგრამ ბოლომდე თავისუფალი არასდროს არაა ხო ადამიანი. იცი რა არის, ყველაზე რთული არის ის, რომ ჩვენ როდესაც მე პირადად, როდესაც ამა თუ იმ საკითხს ვეხები, ალბათ ეს არის ცოტა პროფესიული, მოდი ესე ვთქვი, დაღი, იმიტომ რომ თუ ჩვენ მაგალითად დავპატიჟებთ სახლში დიზაინერს, არა როგორც დიზაინერს, არამედ როგორც მეგობარს, მოვა იმისთვის რომ ის სიამოვნოს მეგობარს, სადღაც მაინც გაიქცევა თვალი და რაღაცებს გამოძებნის, ხო? ხო, მაგალითად ფსიქოლოგი, რაც არ უნდა ახლო მეგობარი იყოს, რაღაც მომენტში მაინც შეავლებს შენი გაბრაზების დროს რაღაცას პროფესიულად თვალს და მე ერთ-ერთი პრობლემა, მოდი პრობლემას დავარქმევდი, რაც არის, როდესაც რაღაც საკითხზე მივდივარ და ვცდილობ რომ ვიყო თანმიმდევრული, იმდენი შემონაერთი მაქვს ფიქრების, რომ მე ვიკავებ თავს. და კიდე საბოლოოდ გადაცემის მიწროულს ვიტყოდი, რომ სულ მაწუხებს ხოლმე, რატომ უნდა იყოს ახალგაზრდები, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდებთან კონდეს ძალიან ჭიდრო ურთიერთობა და უსმენდეთ მას. იმიტომ რომ მაგალითად მე წახვდები 50 წლის და ჩემი ემპათია გარკვეულ პროცესებთან, ადამიანებთან მიმართებაში ის უფრო ძლიერდება და არის სუბიექტური. ეს არის ნორმა, ეს არის ბიოლოგია და შესაბამისად, მოდი ახლა მე ჩემს თავს შეიძლება ძალიან ვაწვევი, მაგრამ პირობითად თქვა 50 წლის ადამიანის გადაწყვეტილებებზე შეუძლებელია დაშენდეს სერიოზული რეფორმები. იმიტომ რომ 50 წლის ადამიანი ძალიან ბევრ ამას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებებს სჭირდება ძალიან ნაკლები ემპათია და ხისტი ფორმები. ამიტომ არის ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილებების უკან იდგა ძალიან ბევრი მსხვერპლი. ძალიან ბევრი მსხვერპლი და ახალგაზრდული ძალა. იმიტომ რომ ჩვენ ვინც გვინახავს 90-იან წლებში დემოკრატიის შუქურებად, მაშინ რომ ახალგაზრდები იყვნენ, მე ისეთი რაღაცები უკეთებია სრულიად შეუთავსებელი. მე კი არ ვიძახი რომ მე და შენ ამის ჩამდენები ვართ, მაგრამ რაღაც ემპათიები, რაღაც ვალდებულებები, რაღაცები ჩნდება და შენ ხარ ვარგისიანი რაღაც ატმოსფეროებისთვის, რაღაც გადაწყვეტილებებისთვის და შენი ადგილი გაქვს. მაგრამ სერიოზულ გადაწყვეტილებებისთვის აღარ ვარ გიხარ. პარადიგმებს ვეღარ ცვლი. ხო, ამასაც თუ გავაცნობიერებთ, ეს ფაქტი თავისთავად გადარჩება, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები იქნება ადეკვატური, რასაც ჩვენ ხაზე გავუსვი. მე კი ამით არ დავახჩობ არავის. მე მივხვდები, რომ მე უვარგისი ვარ და ვარგისიანს დავუთმობ გზას. ეგ არის მეტი არაფერი. მე მიხარია რომ ასე თუ ისე ვაცნობიერებთ იმას თანდათანობით რომ ყველაფერი მაინც განათლებამდე მიდის. განათლებასთან გახსნა. თანამედროვე სამყარო იმხელა გამოწვევების წინაშე დგას, რომ აღარ არის ის დრო, რომ განათლებასაც თავისი ფორმა აქვს. რა არის ეს განათლება? ინფორმირებულობა, უნარებია, რაღაცა სამყაროში ორიენტაცია, რაღაცა სწორი მიზნების დასახვა, ძალიან კომპლექსურია და იმიტომაც იჭედები შენ და აი რა ახსენე, ხო მრავალი შენაკადი შემოდისო. იმიტომ შემოდის, რომ ეს მრავალი შენაკადი შენ კი არ შემოგდის. ეს მრავალი შენაკადი აქვს ამ პრობლემას, ობიექტურად. ძალიან ბევრი პრობლემა. სახე არ აქვს დარჩენილი პრობლემის გარშე ჩვენ. აბსოლუტურად. ყველა სახე აქვს აბსოლუტურად. კი. ხო, სხვადასხვა სახე. ყველაფერი თავს იყრის და ამიტომ არის, რომ აი ეს როცა აღმოვაჩინე მივხვდი რომ ამ თან ბევრი თეორეტიკოსების გავლენით და რაღაცებით, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიბრალებ, რომ ახლა არისტოტელესავით პირველი ვიყავი, რომ რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ ძალიან საინტერესო დამიწება გავაკეთე ამ ყველაფრის საგაკვეთილო პროცესში. ხო ხედავ, ეს ყველაფერი გინდა რა რომ ბავშვამდე მიიტანო და რა უნდა გააკეთო ახლა? დადგე და მოუყვე ამ მოყოლებს და ამ წიგნებს სკოლაში გადააყოლეს. და რას ვაკეთებთ, რომ აი რამდენიმე ჩვენ მთელი გუნდი, მთელი სტაფი ვზივართ ამ ბავშვებს შორის
და მათთან ერთად ვსაუბრობთ. ფიზიკურადაც მათთან ერთად ვზივართ ხალიჩაზე, მათთან ერთად ვარ და რაღაცა თუ არ ვიცით, ერთად ვსვავთ კითხვებს და რაღაცა მოხდა ისე, რომ აი ეს ენერგეტიკული ის ხდება რა, რაღაცა შეკრა ამ ბავშვებთან. თუ ამას თუ მოახერხებ, რომ საქმე გაკეთებული, მაგ ყოველთვის ვერ ვახერხებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ძალიან ისეთი ასე ვთქვათ, რაღაცა ტიპის აღმოჩენა, რომ ის კი არა, რომ უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდო, არამედ რაღაცა ინტელექტუალური განწყობების ბლოკადა შექმნა ისეთი, რომ ისიც ჩაჯდეს ამაში და თუ მისია იპოვის გზას და თუ არა მისია, ხა რა თქმა უნდა, იქ ძალდატანება არაფერს არ მოიწევს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიწვევ შენთან გადაცემაში და სულ მინდა ვთხოვო ხოლმე, რომ გეხოცები შენს მშობლებს რა უთხარით, ძალიან ხშირად ბავშვებთან ერთად გააკეთონ პიკნიკი, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად სხვა მოვლენაა. სოფელში რომ მიდიან დასასვენებლად, ეს სხვა რამ არის. ან ოჯახში რომ საღამოობით იკრიბებიან, სპეციალურად ღია ცის ქვეშ, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა ყველას აქვს. როდესაც გადიან შვილებთან ერთად, ეს არის ზღაპარი და ეს ზღაპარი აუცილებლად უნდა მისცეს. მაგას ამოვაჭრევინებ და იმაში გავუშვებთ. იმიტომ რომ ამ დროს ხდება რაღაც ენით გადმოუცემელი, მისტიკური, სრულიად სხვა რამ. და ეს სითბო მერე ბავშვებს აღარ აბოროტებს. სხვანაირად იქცევენ, ისინი სხვანაირად ყალიბდებიან. როდესაც ხედავენ ღია ცის ქვეშ ბუნებაში დედასთან და მამასთან ერთად ასე ვთქვათ მიდიან პიკნიკზე. სხვა რამ არის ეს აბსოლუტურად. კი რა, მაგ რაღაცა იდეები მაგებისთვის და ძალიან კარგი რაღაცა თქვი შენ და განვავრცობ მე მაგას, დაიწყონ პიკნიკები და მე შევთავაზებთ რაღაცა ტიპის შეხვედრებს. ამან ხო არ არის ისეთი რისი თქვაც გინდოდა და არ მიკითხავს ან რაღაცა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ მე არ ვარ ამ ფუფუნებას მიჩვეული, იშვიათად ვარ ხოლმე გადაცემებში. არც ებადებათ ადამიანებს აზრი რომ დამიძახონ, იმიტომ რომ მე ჟურნალისტებთან საუბარი ყველაზე კარგია. და ძალიან საინტერესო. შავს არ უშვებ ხელიდან. ყოველ შემთხვევისათვის მე არ ვიცი რამდენად საინტერესო იყო ჩემთან საუბარი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მახსენდება ადამიანები და ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი გამოხატული აზრით, აი ეს არის ასაკობრივი ამბატია, არ ვატკინო ადამიანებს, იმიტომ რომ ერთ-ორჯერ მაგალითად რაღაცა რო ვთქვი, მე მივხვდი რომ არასდროს არ დამოვიწყდება, კაი, გადაცემის მიწურულს ვიტყვი. ერთ-ერთ საბავშვო ოპერასთან დაკავშირებით ახლა ტელევიზიაში ახლა მისული ვიყავი და გავაკეთე სიუჟეტი და ბოლოში დავასრულე, რომ თუმცა მეთქი გარდა მხოლოდ საბავშვთა ოპერის აფიშების გარდა კიდევ სხვა რაღაცებიც გაჩნდა ქალაქში და ესეც მისასალმებელია მეთქი და მახსოვს მაშინ ამ ბავშვების ერთ-ერთმა მშობელმა მითხრა, რა მძიმე მდგომარეობაში ყავდა შვილი. და მაშინ მივხვდი, რომ ყოველ შემთხვევისათვის შევეცდებოდი რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა ეს მომერიდებინა თავი თუნდაც იმ ობიექტურ რეალობაზე, ну ეს ახლა მე სხვანაირად ვერ ვახერხებ. და აღარ გავყევი ენამწარე ჟურნალისტიკაზე, ესე რომ ვთქვა და თკბილათაც ვახერხებ ძალიან რამის თქმას მე მგონი. კი. მიუხედავად იმისა, რომ შევდიდამიწე. იცი რა, როცა мотиваცია ის არ არის, რომ სხვას ატკინო, არ ნაკლებად ტკივათ ხოლმე, ხო? ეს ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაცნობიერებელი. ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაცნობიერებელი. და უნდა დავჯდეთ და პუნქტებად უნდა ჩამოვწეროთ და ვიმუშაოთ ამ ყველაფრის. ძალიან ბევრი შრომა დაგჭირდება, ძალიან ბევრი. კი. ძალიან მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის. მადლობა შენ, მაგრამ ჯერ ფინალამდე ჩვენ უნდა ვთქვათ, რახან ჩემი პოდკასტი არის ლალისთან ყავაზე და ყავა ძალიან ისეთი, როგორი რაღაც არის, იცი, ერთი არის, რომ ჩემთან ყველაზე ახლოს რაც არის, ეს არის ყავა და ჩემ ყველა მოსწავლეს ვახსოვ არ ყავაში კითხვა გაკვეთილზე ყავას ვსვამ ხოლმე და მეორე ესე იგი ეს განათლებით გულშემატკივრობა, განათლებაზე გულშემატკივრობა და ამ პოდკასტში ეს ორი რაღაცა მოვაქციე ერთად. ჩემი თავი გამოვხატე რა, ასე ვთქვათ. და ფინალური ის არის ნაწილი აუცილებელი, რომ ყავაზე ორი სიტყვა უნდა მითხრა. რა არის შენთვის ყავა? პირველ რიგში ძალიან პირობითია ესეც და რა თქმა უნდა ვცდილობ რომ ამით არ ვიხემძღვანელო, მაგრამ როგორც ჩემს მეგობრებს, რომლებსაც უყვართ ხოლმე ალკოჰოლით ტკბობა, ზომიერად თუ უზომოდ მე მაგის ზომიერად ტკბობი ვერ ვნახე, მაგრამ აი
და საშინელი ტკივილი აქვს, რომ მე არ ვსვამ საერთოდ. ზუსტად იგივეს განვიცდი ადამიანთან, რომელიც ყავას არ სვამს. ხო, როგორ უნდა ილაპარაკო? ყავასთან უნდა ილაპარაკო. ყავას რო არ სვამს, კარგი იქნებოდა რომ სიგარეტი მავნებელი არ ყოფილიყო და სამყაროს ჩვენთვის შეექმნა რაღაც ისეთი რომ ყავასთან ერთად გაგვებოლებინა სიგარეტიც, მაგრამ ყავა ჩემთვის არის დილა, ხოთაშორის ზაფხულიც და წვიმიანი ამინდიც და სითბოა ყავას რო დაღებ. ბათუმია. ხო. მე სტუდენტი რო ვიყავი თბილისში, ვინმე რო გაიგებდა ბათუმელი ვიყავი 80-იანებს დაემთხვა ჩემი სტუდენტობა 80-იანების ბოლოს. ყავას მკითხაობა იცი და სულ მიკუჯრა თუ იყოს ავალდებულო ბათუმელი რო ვიყავი ყავას მკითხაობა. ყველაზე ძალიან ბევრი რამ შემიძლია თქვა, იმიტომ რომ მაგალითად მე რო თბილისში მივდივარ, არ დავასახელებ მარკას შეგნებულად. ორ კილომდე ყავა მაქვს უკვე. და დაასახელე მარკა, თუ გაიშვები რამეს. არა, გულწრფობს ყავის მარკას არ დავასახელებ. ჩვეულებრივად ყიდულობ ბათუმში, ყოველთვის გასაგები იქნება ისედაც. ჩვეულებრივად ყიდულობ ბათუმში და თბილისში მელოდებიან რამდენიმე ოჯახი, რომ ჩაუტანო. მაგრამ ხო არ ვარ გაიქ მაინც, იმიტომ რომ წყალი ქმნის ამ გემოს. დააკვირდი ბათუმში სხვა გემო აქვს, იგივე ყავას და თბილისში სხვა. კი, ლალიწნევა სხვა არის, წყალი სხვა და მაგრამ დამიჯერე ბათუმ ყავასთან მიახლოებულ ყავას სხვა შევხოლმე თბილისში. აჰა. შენ სრულყოფილებისთვის მიგიწევი. მაქსიმალურად ცივი წყლით ხარშავ და ძალიან ნელ ტემპერატურაზე და არ ვადუღებ ფორმ და შესაბამისად კაფსიკეთებს და დიდი მადლობა რეცეპტისთვის, გაითვალისწინეთ, ვისაც სუბათოს ხამი გავდა. არბატია. ბათუმიდან თბილისში გაითვალისწინეთ, რომ ზვიადმა რეცეპტი გასწავლეთ. ძალიან დიდი მადლობა. მოდი ამ ნოტაზე დავასრულოთ, დაგემშვიდობებით. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩემი სტუმარი იყო ზვიად ცირაბიძე, ჟურნალისტი და როგორც თავად დარწმუნდით, ძალიან საინტერესო და ძალიან განათლებული ადამიანი. მადლობა ძალიან დიდი შენ, მადლობა მოწვევისთვის.